ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი წინ ნატო საქართველოს ურთიერთობის ფარგლებში, როგორც მოგეხსენებათ ჩვენ ძალზე ეფექტურად თანამშრომლობთ ნატოს ხარდაჭერის სააგენტოსთან. ეს თანამშრომლობა 2003 წლიდან გრძელდება. ჩვენ განვახორციელებთ 3 პროექტი. დღეს მოვახდინეთ ინაugurაცია უკვე მეოთხე პროექტის, რომელიც რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად დაამაღლებს ჩვენს შესაძლებლობებს. ამდენად მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გადავხადო მადლობა წამყვარ ქვეყნებს, ლიტვას და ჩეხეთის რესპუბლიკას, ასევე ყველა იმ დონორ სახელმწიფოს, რომელსაც თავისი კონტრიბუცია შეაქვს ამ პროექტის იმპლემენტაციის პროცესში. An შეეხება მაღალჩინოსნებს, თავდაცვის მაღალჩინოსნებს, მათ უკვე აღკვეთი აქვს წინასწარი პატიმრობა. რას გვეთქვით, ანუ ამასთან დაკავშირებით თქვენი კოლეგები თავდებობას არ მინდა ხაზი გაუსვა, რომ კიდევ ერთხელ რომ თავდაცვის სამინისტრო პირველ რიგში არის დაინტერესებული, რომ ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება და ჩვენ ვისწრაფით, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური და გამჭვირვალე. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან ამ პროცესში. ასევე მინდა მივესალმო იმ პროცესს, რომ საკმაოდ გაზრდილია ინტერესი როგორც არასამთავრობო სექტორის მხრიდან, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მათ ჩართულობა არის მნიშვნელოვანი, რათა კიდევ უფრო ამაღლდეს პროცესის გამჭვირვალობა. მინდა ჩემი გულის ტკივილი გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეების და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეების თხოვნა შუამდგომლობა არ იყო გათვალისწინებული ამ საქმისთან დაკავშირებით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყურადსაღებია ის საკითხები, რომელიც დაფიქსირდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა გუშინ. იმედს გამოთქვამ, რომ პროცესი იქნება ძალზედ გამჭვირვალე, ტრანსპარენტული და ინკლუზიური. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ მოხდეს აღნიშნული საქმის დეკლასიფიკაცია და ჩვენ შესაბამისად ველოდებით ამ გადაწყვეტილებას. დიდი მადლობა. აღნიშნულ საკითხს ჩვენ განვიხილავთ იურიდიულ ჭრილში, ამდენად ამაზე დამატებითი კლარიფიკაციის გაკეთება ამ ეტაპზე რა თქმა უნდა არ არის მიზანშეწონილი.